საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის იანვარ-მაისში $1,544 მილიონამდე გაიზარდა. მოგება წლიურ ჭრილში 272 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი, ამასთან 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე. ბანკებიდან ყველაზე მაღალი 819 მილიონი ლარის მოგება საქართველოს ბანკს აქვს, მეორე ადგილზეა TBC ბანკი 562 მილიონი ლარით, მესამე პოზიციას კი ბაზის ბანკი იკავებს 62 მილიონიანი მაჩვენებლით. რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან პეისერა ბანკი, ჰეშ ბანკი, სილკ ბანკი და VTB ბანკი. სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი რეგულაციები ჩნდება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით ონლაინ აზარტული თამაშების საერთაშორისო ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო რეჟიმი დადგინდება. ცვლილებით შეიქმნება ახალი ტიპის ლიცენზიები უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტულ თამაშებს მოაწყობენ, თუმცა პლატფორმები საქართველოში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ვერ მოემსახურებიან. როგორც ინიციატორები განმარტავენ, ცვლილებების მიზანია როგორც საერთაშორისო ოპერატორების მოზიდვა, ისე საქართველოს მოქალაქეების დაცვა აზარტული თამაშებისგან. 5 წლიან ნებართვაზე წლიური მოსაკრებელი 100,000 ლარი იქნება, დარღვევებზე კი გათვალისწინებულია 20,000 ლარიანი ჯარიმა. მთავრობა გზების მართვის ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს. პარლამენტს უკვე წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გზების მოვლა შენახვის თანამედროვე სისტემის შექმნას ითვალისწინებს. პროექტისთვის 63 მილიონი ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული და გზების მუდმივ მონიტორინგს, პრევენციულ მოვლასა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. ასევე დაგეგმილია 119 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკის შეძენა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სტიქიური მოვლენების დროს გამოიყენება. ცვლილება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გორი-არგვეთის მონაკვეთს შეეხება, რომელიც 138 ხიდსა და 59 გვირაბს მოიცავს. სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმის მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება და მილიარდობით ლარის საგზაო აქტივების ეფექტიანი მართვაა. 2026 წლის 5 თვის მონაცემებით საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 6%-ით გაიზარდა და 6,2 ტერავატ-საათს მიაღწია. იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 36% იყო. ამასთან მაისში ჰიდროგენერაცია წლიურად 10%-ით 1,2 ტერავატ-საათამდე შემცირდა. გალთენ-დაგარტის მიმოხილვით 2026 წლის მონაცემები მიუთითებს ისეთი გენერაციის ობიექტების განვითარების საჭიროებაზე, რომელიც პასუხობენ საქართველოს სეზონურ გამოწვევებს, მაგალითად რეზერვუარიანი ჰიდროელექტროსადგურებისა და ქარის სადგურების სახით. შეკვეთილში პარკი საქართველოს მინიატურებში დღეიდან სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია განხორციელდა, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს. ინფრასტრუქტურასთან ერთად განახლდა შეთავაზებები და ჯგუფურ ტურებზე სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები ვრცელდება. პარკში წარმოდგენილი საქართველოს 56 კულტურული და ისტორიული ძეგლის მინიატურული ვერსიაა. თბილისში საერთაშორისო სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის 500 in ევრაზიას მეათე ნაკადის დემო დღე გაიმართა. ღონისძიება 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ეტაპია, სადაც მონაწილე კომპანიები მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო განვითარების გეგმებს წარადგენენ. მათთვის ეს ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციის, ახალი პარტნიორების ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობაა. პროგრამა საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და 25 ივნისს ტექნოლოგიურ სტარტაპებს, საერთაშორისო ვენჩურულ ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინოვაციების ეკოსისტემის ლიდერებს უმასპინძლებს. მიზანი ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერება და მათთვის საერთაშორისო კაპიტალზე წვდომის ხელშეწყობაა.